ძილი. 2/3 მსოფლიო მოსახლეობის ძილის სხვადასხვა პრობლემების წინაშე დგას. რა ფუნქცია აქვს ძილს ადამიანის ცხოვრებაში? ეს არ არის მხოლოდ დამამშვიდებელი, მხოლოდ ძალების აღმდგენი მდგომარეობა. ჩვენი ჰორმონული ბალანსის დამარეგულირებელი, ჩვენი მეხსიერების პრობლემების მომგვარებელი. ძილის დარღვევა, აი რაში ვლინდება? დარღვევები ვლინდება ხოლმე დეპრესიით. ძილში კვება დგება ისე, რომ ძილის მდგომარეობაშია და იწყებს ჭამას. გამოფხიზლებული არის. ძილის ხანგრძლივობა პროპორციული არ გახლავთ ძილის ხარისხისა. განგაშის ზარი როდის უნდა გაიცმას მის გონებაში. მიზეზოთ არაფერი არ ხდება. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. გამამშვიდებელი აბები, ძილის აბები. არა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ყველა წამალი თუ ადეკვატურად არის დანიშნული, არის წამალი. მაგრამ თუ არ არის ადეკვატურად მიღებული, ის უკვე არის აწამლა. ბავშვებშიც იგივე დარღვევებია, რაც ზრდასრულებში. ძილის დარღვევა, როდესაც აქვს ბავშვს, იმას აქვს ქცევის დარღვევაც. დედის ურთიერთობა დანიშნულებანია ბავშვთან. იაბნანის ძალა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. სანამ დღევანდელ ეპიზოდს დავიწყებთ, ტრადიციული თხოვნა მაქვს. თუ უყურებთ ჩემს პოდკასტებს ყოველ ორშაბათს, გთხოვთ, გახდით ჩვენი გამომწერი. შეიძლება ბევრ თქვენგანს არ გაქვთ შემჩნეული, რომ უყურებთ ყოველთვის ამ პოდკასტებს, მაგრამ არ ხართ გამომწერი. ძალიან დაგვეხმარება, თუ დააწყაბებთ ვიდეოს ქვემოთ გამოწერის ხილაკს ჩვენი არხის გაზრდაში და განვითარებაში. წინასწარ გიხდით მადლობას. ასევე გთხოვთ დაგვიტოვეთ კომენტარი დღევანდელ ეპიზოდში გაჟღერებულ ინფორმაციასთან, რა იმოქმედა ყველაზე მეტად თქვენზე, რა შეგეხოთ, რა კითხვები გაგიჩნდათ. თქვენს კომენტარებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ. რაც შეეხება დღევანდელ ეპიზოდს, დღეს ჩემი სტუმარია ექიმი ნევროლოგი სოფიო კასრაძე, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვისაუბრებთ ჯანსაღი ცხოვრების განუყრელ ფაქტორზე, ეს არის ძილი. ამ თემაზე მე დიდი ხანია მინდოდა საუბარი, რატომაც მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება დიდ ყურადღებას არ აქცევს ჯანსაღ ძილს, ხარისხიან ძილს, რადგან თითქოს ეს არ არის ისევე თვალსაჩინო, როგორც მაგალითად წონა. და ამ თემაზე, როდესაც ვისაუბრებთ, უფრო კარგად რომ დავანახებთ, რა მნიშვნელოვნება აქვს ძილს, მგონია, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც მაინც შეიცვლება. ასე რომ მადლობა სოფიო სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი ბაბე, რომელიც ჩემი საყვარელი თავის მოვლის ბრენდია, რა პროდუქტებითაც მე ღამის რუტინა მაქვს შედგენილი და მე მგონი ძილის წინ არაჩვეულებრივი ერთგვარი რაღაც რიტუალი, რომ კიდევ უფრო შევემზადოთ ძილისთვის და მშვიდი ძილისთვის. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ. სოფიო, პირველ რიგში გითხარი, რა ფუნქცია აქვს ძილს ადამიანის ცხოვრებაში? ყველამ ვიცით, რომ როდესაც დღე მიიწურება და ჩვენ დავიღლებით, ორგანიზმი გთხოვს ჩაძინებას, გამოძინებას, სადაც ენერგიებს აღიდგენს ჩვენი სხეული და მეორე დღეს ახალი შემართებით ვიწყებთ, ხო? მაგრამ ძილს ასევე აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელზეც შეიძლება ბევრ ჩვენს მაყურებელს არ უფიქრია და ამაზე არ გაუმახვილებია ყურადღება. მოდი ამით დავიწყოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ძალიან სასიამოვნოა ამ საკითხს შევეხეთ, იმიტომ რომ ძილის პრობლემა ეს მარტო ჩვენი ქვეყნისთვის არ არის პრობლემური, ეს არის მთელ მსოფლიოში პრობლემური. და ზუსტად ეხლა ბოლო 10 წლების განმავლობაში დაიწყო უფრო აქტიური მუშაობა ძილის პრობლემებზე. ძილის მედიცინა უფრო აქტიურად განვითარდა და ამიტომ ძილის პრობლემებიც წარმოჩინდა საზოგადოებაში. მე ვიტყვი, რომ ძილის პრობლემები საკმაოდ დიდია, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით 2/3 მსოფლიო მოსახლეობის ძილის სხვადასხვა პრობლემების წინაშე დგას. ძილი ეს არის უმნიშვნელოვანესი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. წარმოიდგინეთ, როგორც სიფხიზლე, ზუსტად ისეთივე ძილი აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ეს არ არის მხოლოდ დამამშვიდებელი, მხოლოდ ძალების აღმდგენი მდგომარეობა. ეს არის ურთულესი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ძილის განმავლობაში ჩვენს თავის ტვინში და ჩვენს ორგანიზმში.
ეს არის თუნდაც ჩვენი ზრდის პროცესი, განსაკუთრებით ბავშვებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჩვენი ჰორმონული ბალანსის დამარეგულირებელი, ჩვენი მეხსიერების პრობლემების მომგვარებელი, ჩვენი ემოციური პრობლემების მომგვარებელი, ჩვენი ენდოკრინული სისტემის დამარეგულირებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან ძილი, რომელიც ესეთი აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუთრებით სწორი, ხარისხიანი და ადეკვატური ძილი, ეს ბევრი პრობლემის მოგვარების საწყისია. ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ძილი ეს ნორმალური ადამიანის ძილის ხანგრძლივობა დაახლოებით 7-8 საათი მაინც უნდა იყოს, მაგრამ ეს 7-8 საათი ყველასთვის ერთნაირი არ არის. ზოგს შეიძლება უფრო ნაკლები ძილი ესაჭიროებოდეს, ზოგს უფრო ხანგრძლივი ძილი, მაგრამ ძილის ხანგრძლივობა მაინდა-მაინც პირდაპირ პროპორციული არ გახლავთ ძილის ხარისხისა. შეიძლება ძალიან ხანგრძლივად ეძინოს ადამიანს, მაგრამ ხარისხიანი ძილით არ ეძინოს და ამიტომ მეორე დღეს მას ყოველთვის პრობლემები ექნება. რა არის ეს პრობლემები? ემოციური ლაბილობა, კონცენტრაციის დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, დეპრესიული ბუნებგანწყობა, უმადობა, ამ პირიქით მადის მომატება. რაც უკვე შემდგომ პრობლემებს იწვევს ხოლმე ადამიანებში. მაგალითად, არის ზოგიერთი ძილის პრობლემა, რომლებიც უფრო მეტად გვხვდება ხოლმე ქალებში. მაგალითად და არის ზოგიერთი ძილის პრობლემა, რომელიც მამაკაცებში უფრო ხშირია. მაგალითად, ქალებში დადგენილია და სხვათა შორის ეს კვლევა საქართველოშიც არის ჩატარებული. არსებობს ესეთი დარღვევა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ეს გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ადამიანი დაწოლის შემდეგ ფეხებში გრძნობს უსიამოვნო შეგრძნებას. ეს შეიძლება იყოს ჭიანჭველების ცოცვის, შეიძლება იყოს დენის გავლის უსიამოვნო შეგრძნება და სანამ ფეხებს არ ამოძრავებს, მანამდე ეს შეგრძნება არ ჭერდება. ეს თითქოს რეფლექსური აკანკალება არის თუ ცოტა სხვანაირი? ეს ცოტა სხვა რამეა. ეს ზუსტად შეიძლება სხვა რაღაცაშიც აერიოს ადამიანს. აი მე გამახსენდა. სხვადასხვანაირი შეგრძნებები შეიძლება იყოს. ანუ ამ შემთხვევაში ადამიანს ქალს რახან ახსენე, უნდება რომ ადგეს და გაიაროს თუ ფეხი უბრალოდ ამოძრაოს აუცილებლად ფეხი. მაგრამ ეს ერთჯერადად კი არ ხდება. რამოდენიმეჯერ მეორდება, რაც ადამიანს უკვე უშლის ჩაძინებას. და ქალში რატოა მაინც და მაინც ეს? იცით რა, ეს ჯერ კიდევ დადგენილი არ არის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ქალის სასქესო ჰორმონებთან არის დამოკიდებული, ჰორმონების ცვლილებებთან არის დამოკიდებული და დღეღამურცვლასთან. აი განსაკუთრებით ქალებში მატულობს ხოლმე, უფრო ხშირდება ესეთი შეგრძნებები ციკლების პერიოდში, ციკლების წინა პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვნად იცვლება ჰორმონების ბალანსი. მაშინ, როდესაც მამაკაცებში მაგალითად უფრო ხშირია ხოლმე ძილის აპნოე. ძილის აპნოე ეს გახლავთ სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ძილის განმავლობაში. ეს საკმაოდ საშიში მდგომარეობაა. ანუ ჩვენ ხრინვას რო ვიწოდეთ, ეგ არის ხრინვაც დიახ და ეს არის საშიში მდგომარეობა და ძალიან ხშირად სუნთქვის შეჩერების ეპიზოდი შეიძლება იმდენად გახანგრძლივდეს, რომ ადამიანი დაიღუპოს. ამიტომ ჩვენ არ უნდა ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ ეს მდგომარეობა. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები. ამ რჩევებს რა თქმა უნდა ცალკე შეგეკითხები და მაინტერესებს რა იწვევს ქალებში ძირითადად ძილის დარღვევა, აი რაში ვლინდება და შემდეგ ვთქვათ რაში ვლინდება ძალიან ხშირად ქალებში ძილის დარღვევები ვლინდება ხოლმე დეპრესიით. დეპრესია ეს არის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული მდგომარეობა, სამედიცინო მდგომარეობა, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც შესაძლებელია ძალიან ხშირად იყოს წინაპირობა სუიციდის, თვითმკვლელობის. ამიტომ ძილის დარღვევები აუცილებლად უნდა იყოს ყურადღება მიქცეული.
რანაირად უნდა მივაქციოთ ახლა ყურადღება ძილის დარღვევებს, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ შეიძლება ჩვენ გქონდეს ძილის დარღვევა. მაგალითად, ჩვეულებრივად ჯანმრთელი ნორმალური ადამიანის ძილი, როდესაც დაწყება დაახლოებით 30 წუთში მაქსიმუმ უკვე უნდა ეძინოს. მაგრამ თუ ეს პერიოდი დაწოლიდან ჩაძინებამდე ხანგრძლივდება 30 წუთზე მეტხანს, ეს შეიძლება ერთჯერადად იყოს, შეიძლება რამოდენიმეჯერ გამეორდეს და მას არ კონდეს ესეთი რეგულარული ხასიათი. რაც შეიძლება სხვადასხვა ემოციური განცდების ფონზე გამვითარდეს ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის ყოველდღე რაღაცა სტრესი შეიძლება შეხვდეს, რაღაცაზე იფიქროს. ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაძინების პერიოდი გაგვიხანგრძლივდეს. ეს რა თქმა უნდა პათოლოგია არ არის, მაგრამ თუ ეს რეგულარულ ხასიათს ღებულობს, მაშინ ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ ამას. ანუ თუ მაგალითად გადაბმულად 2-3 კვირა ადამიანს ვერ ჩაეძინება, თქვათ 40 წუთში. აი თქვათ 40 წუთი ჭირდება. 40 წუთზე მეტხანს. ეხლა რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? თავდაპირველად შეიძლება იყოს სიმპტომური. ანუ შეიძლება იყოს დროებითი. ასეთ შემთხვევაში ჯობია თუ ვერ იძინებს ადამიანი წამოდგეს, გავიდეს სხვა ოთახში, გააკეთოს რაღაცა მისთვის სასიამოვნო საქმიანობა და არ უყუროს, რა თქმა უნდა, საშინელი შინაარსის მქონე და ინფორმაციის მქონე გადაცემებს, ან წაიკითხოს, ან მოусმინოს ისეთ მშვიდ მუსიკას, რომელიც მას სიამოვნებს და როდესაც მას ძილი მოერევა, შევიდა საწოლო ოთახში და დაიძინოს. არ არის კარგი, როდესაც საწოლო ოთახში არის ტელევიზორი. არ არის კარგი, როდესაც საწოლში ჩვენ კომპიუტერზე მუშაობთ, ან კიდე ტელეფონს სკროლავთ. არ არის სასურველი, იმიტომ რომ ეს აფხიზლებს ადამიანს და ჩაძინების პროცესს ახანგრძლივებს. გარდა ამისა, არსებობს კიდევ იცით როგორი სიტუაცია, როდესაც ღამე მაგალითად რამოდენიმეჯერ ეღვიძება ადამიანს და მერე უკვე ძილის შებრუნება უჭირს. ეს არის უკვე წვეტილი ძილი. წვეტილი ძილის მნიშვნელოვანი პრობლემაა და რატო? იმიტომ რომ ძილი სრულფასოვნად ვერ ასრულებს თავის ციკლს და ადამიანი მეორე დღეს უკვე იღვიძებს დაღლილი, ცუდ ხასიათზე, აგზნებულია, არ უნდა სამსახურში წასვლა, არ უნდა სწავლა, ვერ იხსომებს, სკოლაში გაკვეთილზე ეძინება და ასე შემდეგ. ანუ ესეც უკვე გარკვეულწილად ძილის დარღვევის მიმანიშნებელია და ალბათ ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციების მიღება სასურველი იქნება. და რა შეიცით საქმე? ძილის დარღვევების დაახლოებით 80 სახეობა არსებობს. მაგრამ ამ 80 სახეობიდან დაავადების სახით ჩამოყალიბებულია მხოლოდ 4. დანარჩენი ელემენტარული სწორი რეკომენდაციების საფუძველზე შეიძლება ჩვენ მოვაწესრიგოთ ყოველგვარი მკურნალობის და გამოკვლევების გარეშე. მაგრამ აუცილებლად ეს უნდა სპეციალისტმა გააკეთოს. სანამ დაავადებებს შეგეკითხები ეს 4 რა დაავადებაა და ვთქვათ, როდის უნდა მოგაკითხონ თქვენ ადამიანებმა, ვისაც აქვს შემჩნეული, რომ რაღაც ძილის პრობლემები აქვს, მინდა იმ კითხვას დავუბრუნდეთ, აი ქალებში რას იწვევს ძილის დარღვევა და კაცებში რას იწვევს შენახსენე დეპრესია ქალებში და კიდევ მაინტერესებს აი რაში შეიძლება გამოვლინდეს აი რა პრობლემები. ჰორმონული დარღვევები შეიძლება იყოს საწინდარი უშვილობის, მაგალითად სპონტანური აბორტების, შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების და დარღვევების, თირკმელზე ჯირკვლის დაავადებების და დარღვევების, რომელიც შემდგომში უკვე შეიძლება სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლით გამოვლინდეს, სიმსუქნე. სიმსუქნე ესეც ძილის დარღვევა და სხვათა შორის არსებობს ძალიან საინტერესო ესეთი მდგომარეობა ძილში კვება. ადამიანს ესეთი მდგომარეობა კი არ არის, როდესაც ღამე უნდება ადამიანს შიმშილი ეძალება და ადგება და მაცივაში შეძრება და მიირთმევს სხვადასხვა სასუსნაებს. არა, დგება ისე, რომ ძილის მდგომარეობაშია და იწყებს ჭამას. გამოფხიზლებული არ არის? გამოფხიზლებ, ხო. როგორ იკვლევს გზას მაცივრამდე და არსებობს კიდევ ესეთი მდგომარეობა სომნამბულიზმი. როდესაც ადამიანი ძილში დგება, მოძრაობს ჩვეულებრივად, შეიძლება თქვენ ესაუბროთ და რაღაცა წაილუღლუღოს გაქცეს პასუხი, მაგრამ ამ დროს ძილის მდგომარეობაშია.
ესეც კიდევ ისეთი სპეციფიკური მდგომარეობაა ძილის და აი ესე შეიძლება იყოს საწინდარი იმისა, რომ სხვადასხვა დავრღვევები გამოიწვიოს და მაგალითად სიმსუქნე რაც მე ქალებისთვის არის კატასტროფა. და კაცების შემთხვევაში გავრცელებული უფრო რა არის? კაცების შემთხვევაში ძალიან ხშირია ხოლმე კარდიოლოგიური პრობლემები. აი ვისაც ჭარბიწონა აქვს განსაკუთრებით იმათ ან კიდევ აპარატი აქვს პირის ღრუს აპარატი არის დასარეგულირება სწორი განლაგების კბილების თანხwebdra ან კიდევ შიგნით თვითონ მაღალი სასა და ასე შემდეგ სპეციფიკური მდგომარეობა ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეთ ხოლმე ღამე სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები ანუ ძილის აპნოე ზოგ შემთხვევაში ადამიანი ამას ვერ გრძნობს. დილას, როდესაც იღვიძებს, ერთადერთი ხდება იმითი, რომ აქვს პირის სიმშრალე. და ეს პირის სიმშრალე შეიძლება იყოს მიმანიშნებელი იმისა, რომ ადამიანი სუნთქვას აჭერებს და ღია პირით სუნთქავს. შეიძლება იყოს ცხვირის პრობლემები, ადენოიდები და სუნთქვას უშლინდეს ხელს. შეიძლება არასწორი დგომა თავის და ამიტომ ვერ სუნთქავდეს ნორმალურად. აი მას ზუსტად ჭირდება რეკომენდაციები და გაანალიზება იმისი თუ რის გამოა ეს ყველაფერი, მაგრამ შეიძლება იყოს სპეციალური მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ძილის აპნოეს ვეძახით ხოლმე და ამას კიდე გამოკვლევა ჭირდება. ამას გამოკვლევა ჭირდება, მე სპეციალური აპარატები არსებობს, რომელიც უკვე აი ამ სუნთქვის რეგულაციას იწვევს, რომ ჰაერის მიწოდება იყოს გაუმჯობესებული, რომ აი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები არ იყოს და ადამიანს არ ჰქონდეს რისკი უეცარი სიკვდილის. როდის უნდა მოვიდეს თქვენთან ადამიანი კონსულტაციაზე? აი, როდის არის ის განგაშის ზარი, როდის უნდა გაიცმას მის გონებაში? იცით, ყველაზე ხშირი, რაც პაციენტებს აწუხებთ დღეს და რაც ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, ეს არის ინსომნიები. ანუ უძილობა. მაგრამ ეს ინსომნია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყოს დროებითი და შეიძლება იყოს ქრონიკული. აი სერიოზული ყურადღება მისაქცევი არის ქრონიკული ინსომნია. აი დროებითი რამდენი დაახლოებით 1 თვემდე. 1 თვემდე შეიძლება გაგრძელდეს, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა სტრესულ მდგომარეობაში ყველა ადამიანს აქვს გამოცდილი ინსომნია გარკვეული პერიოდის, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე თვითონ ორგანიზმი მას ყველაფერს აღიდგენს ხოლმე და ინსომნია უკვე ვითარდება, მაგრამ თუ ეს გრძელდება 1 თვეზე მეტხანს, 20 დღეზე მეტხანს, უკვე ეს არის სერიოზული ყურადღება მისაქცევი და აუცილებლად უნდა მივიდეს სპეციალისტთან კონსულტაციაზე პირველ რიგში. აი თქვენთან კონსულტაციაზე რა ხდება? მინდა გითხრათ, რომ კონსულტაცია ნეიროსომნოლოგთან ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ნეიროსომნოლოგი აკეთებს დაწვრილებით ინფორმაციის შეგროვებას პაციენტისგან თუ როგორი ტიპის ძილის დარღვევა შეიძლება ჰქონდეს. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს დღის ზილიანობა მაგალითად. ან შეიძლება ჰქონდეს უეცრად ჩაძინებები. მაგალითად ძის ადამიანი და უეცრად ჩაეძინება 1-15 წუთი არის ესე და მე ესე ელაპარაკებით და ლაპარაკის პერიოდში შეიძლება უეცრად ჩაიძინოს. ესეთი მდგომარეობაც არსებობს. ინსომნიის შემთხვევაში მაგალითად უნდა აუცილებლად გავიგოთ რის ფონზეა ეს ინსომნია განპირობებული. იმიტომ რომ მიზეზოთ არაფერი არ ხდება. დამოუკიდებლად ძილის დარღვევა შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი და ამას იდიოპათიურ მდგომარეობებს უწოდებენ ხოლმე. აი მაგალითად როგორიც არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი, რომელიც ძალიან გითხარით. ძალიან იშვიათად არის ხოლმე ეს დამოუკიდებელი პირველადი ფორმები. სხვათა შორის ბავშვთა ასაკშიც ხდება ყველა ის ძილის დარღვევა, რომელიც მოზრდილებშია და ბავშვებში ამას როგორც წესი ყურადღება არ ექცევა და ასეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს აქვს ასეთი ძილის დარღვევები, ხო? ქცევითი დარღვევები შეიძლება ჰქონდეს, ნეიროგანვითარებითი დარღვევები შეიძლება განვითარდეს ბავშვს, ვერ განვითარდეს დროულად ასაკის შესაბამისად, როდესაც ძილის დარღვევა აქვს. ძალიან ხშირად გაგიგიათ ალბათ, რომ ბავშვი აი ვერ ვაძინებ.
რატომ ვერ აძინებ? ამას გარკვევა ხო უნდა? რატომ არ იძინებს ბავშვი? რატომ აქვს ძილი ჩაძინების გაწნელება? ამას ყოლმე გარკვევა. თუ საჭიროა, მაშინ გამოკვლევაც. თუ არა და აი ამ 80 სხვადასხვა ტიპის ძილის დარღვევიდან როგორც გითხარით, დაახლოებით 70-75 ელემენტარული უკვე აი ამ კონსულტაციის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით ალაგდება. რა არის ეს რეკომენდაციები? მაგალითად, კვების რეჟიმის დარეგულირება. მაგალითად, ძილის რეჟიმის დარეგულირება, რას ნიშნავს ეს? ერთსა და იმავე დროს დაწოლა, ერთსა და იმავე დროს ადგომა. განსაკუთრებით ბავშვებში, სკოლის ასაკის ბავშვებში, იმიტომ რომ ეს უნდა დარეგულირდეს, რომ ბავშვს კონდეს ნორმალური სასწავლო განწყობილება თავის ტვინის, ხო? რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, არსებობს ესეთი ხანმოკლე მეხსიერება და არსებობს ხანგრძლივი მეხსიერება. და ეს ხანგრძლივი მეხსიერება აი ყოველდღიური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ვღებულობთ ყოველდღიურ ინფორმაციას, ხო? შემდგომში უკვე თავის ტვინში გადამუშავდება და თვითონ ალაგებს თავის ტვინი, რომ ეს უნდა შევინახო, თუ ეს უნდა გადავაგდო. და აი ეს შენახვა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის შენახვის პროცესი ზუსტად ძილში ვითარდება. და როდესაც ძილი არის დარღვეული, მე უკვე მეხსიერების პრობლემები მიჩნდება. ამიტომ ძილის მოწესრიგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით სასწავლო პროცესში. აი, ეგ უნდა მეთქვა აკადემიურ მოსწრებასაც, აი შეიძლება ბავშვი იყოს ძალიან ნიჭიერი, კარგი შედეგები ჰქონდეს მაგალითად მათემატიკაში, მაგრამ ძილი დაერღვა და ვეღარ აჩვენებს იმ შედეგებს, რომელსაც ადრე ხო ვერ იხსომებს და აღარ აქვს კარგი შედეგი. ვერ იხსომებს, ანუ მეორე დღეს მიდი სკოლაში და არ ახსოვს წინა დღეს რა ისწავლა. და მე ვიცი, რომ აი ამ ხანგრძლივ მეხსიერებას ძალიან აფერხებს სკროლვა. აი ამდენი ინფორმაციის მიღება ერთ წუთში რაღაცა უამრავ ინფორმაციას რო ვიღებთ. ეგ აფერხებს ძალიან რატომ? მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ სწრაფად უყურებს. იმიტომაც რომ ძილის მთელი ეს პროცესი ირღვევა. ძილის პროცესი ირღვევა და მეხსიერების პრობლემები ჩნდება. და ამიტომ აი ძილის წინ ყოველთვის ურჩევთ ხოლმე ჩვენ პაციენტებს ახალგაზრდებს, რომ ძილის წინ ეს თვისება მოიშალონ. იმიტომ რომ ღამის 3-მდე, 4 საათამდე იცით საბანს გადაიღურავენ და სამნისკეში. ხო. ეს ფაქტიურად ანგრევს მას ფსიქიკას. ანგრევს ფსიქიკას და მეორე დღეს არიან ძალიან აგზნებულები, ძალიან აგრესიულები, შენიშვნას არღებულობენ, არ უნდათ სკოლაში სიარული, იმიტომ რომ იმას ვეღარ აკეთებს, რაც გასაკეთებელია და ემოციური პრობლემები ეწყებათ მერე უკვე ბავშვებს. თუმცა იცით რა, ახლა დღევანდელ დღეს ამას ყველაფერს ვერ მუშლი, ხო? იმიტომ რომ ვითარდება ტექნიკა, ვითარდება ტექნოლოგია და ამიტომ გარკვეულწილად ჩვენ და ფეხი ავუბად, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. ამიტომ საზღვარში ყოფნა არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ ამას ყველაფერს ღებულობ და ღებულობ ადეკვატურად, იხსომებ და ავითარებ. და როდესაც არაადეკვატურად ღებულობ, ამას ვერ იხსომებ და ვერც არ ვითარებ. პირიქით გიქვეითდება მეხსიერება. რაც შეეხება იმ 4 დაავადებას შენ რომ ახსენე, მოდი ამაზე ვისაუბროთ და ასევე როგორ ხდება ამის დადგენა, თუ რა დაავადება აქვს ადამიანს და შემდეგ მკურნალობა. აი მაგალითად ვახსენე მე მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ეს არის ერთ-ერთი დაავადება, მეორე არის ძილის აპნოე. მესამე გახლავთ ეს ინსომნია, რომელიც არის საკმაოდ გავრცელებული და მეოთხე გახლავთ ნარკოლეპსია. აი ნარკოლეპსია არის ზუსტად რო გითხარით, რომ ადამიანი გესაუბრებათ და უეცად დღეში რამოდენიმეჯერ იძინებს. ძალიან ხანმოკლე დროით. მე არც ის მეგონა თუ ანუ ხრინვა ძილის დაავადება იყო. ანუ ეს დაავადება კლასიფიცირდება. კი, ეს არის დაავადება კლასიფიკაციაში არის ცალკე გამოყოფილი ძილის აპნოე. კი.
ასევე მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ასევე ინსომნია. როდესაც ჩვენ კონსულტაციაზე მივიღებთ პაციენტს რაღაცა ჩივილით, რომელიც ჩივილითაც მოდის, ძილთან დაკავშირებული, სიფხიზლესთან დაკავშირებული, უეცარ ჩაძინებებთან და ასე შემდეგ, ამ სუნთქვის შეჩერების ეპიზოდებთან ღამე ძილის განმავლობაში უკვე ვიკვლევთ თუ რა მიმართულებით უნდა დავგეგმოთ ინსტრუმენტული კვლევები. ინსტრუმენტული კვლევები ძირითადად კეთდება ხოლმე ესეთი აპარატია ეს რა ქვია ძილის კვლევის ენცეფალოგრამა ხო გაგიგიათ? ტვინის ენცეფალოგრამა უფრო ესეთი ცნობილი გამოკვლევაა. პოლისომნოგრაფია, ესეც არის ენცეფალოგრამა, מאוד სპეციფიკური, რომელიც სუნთქვასაც იკვლევს, გულისცემის სიხშირესაც იკვლევს, კუნთების მდგომარეობას იკვლევს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ ჩვენ ძილის განმავლობაში, იმიტომ რომ ძილს რამდენიმე ფაზა ახასიათებს და თითოეულ ფაზას თავისი დამახასიათებელი კლინიკური და ელექტროენცეფალოგრაფიული ნიშანი გააჩნია. და როდესაც ესენი არის დარღვეული, უკვე ჩვენ მივდივართ დიაგნოსტიკისკენ თუ რა ტიპის დარღვევაა. და ამ ტიპის დარღვევის შესაბამისად უკვე ნიშნავთ მკურნალობას, ამ ნიშნავთ აპარატს, ან აპარატით მკურნალობას ეწევა, როგორც გითხარით, სპეციალური აპარატია, რომელიც ფიქსირდება ძილის წინ და სუნთქვას სახეზე და პირზე. ძილში არ ეშლება ხელი მაგ დროს. პირიქით. პირიქით. იმიტომ რომ სუნთქვას აადვილებს და ამას დარეგულირება სჭირდება, აადვილებს სუნთქვას და უკვე სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები აღარ ვითარდება. და თავის ტვინის ჟანგბადს ადეკვატურად ღებულობს ამ შემთხვევაში. და რამდენ ხანი უნდა გამოიყენოს ეს თქვათ ადამიანს? იკეთებს ყოველ ღამე იკეთებს თუ ეს 2 კვირით, 1 თვით ხანგრძლივად. და შემდეგ გვარდება ეს პრობლემა და იცით რა, არის ზოგიერთი შემთხვევები, როდესაც ოპერაციული მკურნალობა არის ხოლმე მოწოდებული. რატომ? იმიტომ რომ აი ხახის აპარატი არის პათოლოგიური და იქ ოპერაციას აკეთებენ ისე რომ ხახას აფართოებენ, რომ აი ესეთი სუნთქვის პრობლემა აღარ იყოს და ასეთ შემთხვევაში უკვე ეს აპარატი აღარ ჭირდება. არის მეორე ვარიანტი ეს მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ამასაც კიდე თავისი სპეციფიკური კვლევა ჭირდება. ვინაიდან ესეთი მოუსვენარი, ეხლა თქვენ კარგად მკითხეთ, რომ აი ფეხში შეიძლება მოძრაობა რო იყოს, აი ეს უნდა დიფერენცირდეს. ეს არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი და სხვა პათოლოგია. ამიტომ ძილსაც ვიკვლევთ, ანუ პოლისომნოგრაფიასაც ვაკეთებთ ამ კვლევის ფარგლებში და თან კიდევ კუნთის მდგომარეობას ვიკვლევთ ფეხის. და ამას კიდე სპეციალური აქტიგრაფი ქვია, ამ აპარატით იკვლევა და ვიწერთ ხოლმე ამას და შემდგომში უკვე ამისი გაშიფრვა ხდება და დიაგნოსტიკა და შესაბამისი რეკომენდაცია მკურნალობა. ინსომნიები. ინსომნიების დროს ხო, ცითრა ინსომნიები შეიძლება იყოს თანხვედრილი სხვა დაავადებები. მაგალითად დეპრესიასთან, მაგალითად კარდიოლოგიურ დაავადებებთან, მაგალითად თირკმლის დაავადებებთან, კუჭნაწლავის დაავადებებთან, თავის ტკივილთან, იმიტომ თავის ტკივილის გამო შეიძლება ვერ დაიძინოს ადამიანმა, ხო? ამიტომ ინსომნიას კი არ მკურნალობ, თავის ტკივილს მკურნალობ, რომ ინსომნია მოგვარდეს. თუ თირკმლის და ჯირკვლის, ან თირკმლის პათოლოგიებია, ან შარსაზღვისო სისტემის პათოლოგიებია და ინსომნიას მკურნალე და იმას არ მკურნალე, ასეთ შემთხვევაში შედეგს ვერ მიიღებ, ხო? ამიტომ აუცილებელია რომ იმას მკურნალო პირველადი დაავადება რაც არის და რითიც არის გამოწვეული ინსომნია. და სხვათა შორის თვითონ ძილის დაავადებებიც მაგალითად ეს მოუსვენარი ფეხების სინდრომი, რომელიც ჩაძინებას ხელს უშლის, იწვევს ინსომნიას. და უკვე ინსომნიას კი არ მკურნალობ, უკვე მოუსვენარი ფეხების სინდრომს მკურნალობ, რომ ამან არ გამოიწვიოს ინსომნია შემდგომში. ანუ
გამომწვევი მიზეზის დადგენა ხდება, რის გამოა ძილის დარღვევა, ან კიდევ რის გამოა სხვა პათოლოგია, რომ მეტად ძილის პრობლემაც მოგვარდეს. და ისომნიების დროს მე ხშირად მსმენია, აი უძილობა ვისაც აწუხებს, იღებენ დამამშვიდებელ აბებს. ეგ ძალიან ხშირია. აი დამამშვიდებელი აბები, ძილის აბები, რომ რაც შეიძლება მალე ჩაეწიოს. არა, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და რატომ? თვითონ ინსომნია ძილის სტრუქტურის დარღვევას ნიშნავს, ხო? როდესაც ესე თვით მკურნალობას ეწევა ადამიანი ამ ძილის სტრუქტურას კიდევ უფრო არღვევს. და ეს მკურნალობის ნაცვლად პირიქით ახანგრძლივებს დაავადების მიმდინარეობას. ამიტომ თვით მკურნალობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაგრამ ის პრობლემა იმ მომენტში გადაწყვეტილია. გასაგებია, რომ ძინავს, მაგრამ მე უხანგრძლივდება ძილი. და მერე აქვს მოთხოვნილება და მიჩვევა იცის ამ წამლებმა და მერე აქვს მოთხოვნილება რომ აუცილებლად უნდა მიიღოს ეს წამალი თორე ისე ვერ დაიწინებს. კიდე ეს წამალი რამეზე არის ახდენს გავლენა? ცირა ზოგადად ყველა წამალი თუ ადეკვატურად არის დანიშნული არის წამალი, მაგრამ თუ არ არის ადეკვატურად მიღებული ის უკვე არის აწამლავი. ამიტომ აუცილებელია რომ ეს სპეციალისტმა დაგინიშნოთ და თან უნდა მოგაწოდოთ ახსნა განმარტება თუ რატომ გინიშნავთ ადამიანი ამას და რამდენი ხნით გინიშნავთ და როგორ უნდა მიიღოთ. იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რომ ექიმი ნიშნავს მაგალითად რაღაცა წამალს ერთ-ავს და პაციენტი ღებულობს 2-ს ან 3-ს. ან ჩააგდებს რამდენიმე დღეს. ან გამოტოვებს. საერთოდ შეიძლება. განსაკუთრებით ეს არის ხოლმე აი ეპილეფსის მქონე ადამიანებში, ეს ძალიან ხშირად არის ეპილეფსის მქონე ადამიანებში ძილის დარღვევები და არის სპეციალური ფორმები ეპილეფსის, რომლებიც ძილში ვითარდება. ამიტომ ძილის ფენომენი, აი ძილის ლაბორატორია და ეპილეფსის ცენტრები არის ხოლმე თითქმის ერთად. იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი წეგან გითხარით, რომ ძილში შეიძლება დადიოდეს ადამიანმა, ისაუბროს, ილაპარაკოს, ხო, ჭამოს და შეიძლება იყოს ეპილეფსიური გულყრა. გულყრა შეიძლება ისეთი ფორმით გამოვლინდეს და ჩვენ გვეგონოს ძილის დარღვევა და პირიქით ძილის დარღვევა იყოს და ჩვენ გვეგონოს ეპილეფსიური გულყრა და ანტიეპილეფსიური წამლები დამნიშნოთ ამ პაციენტთან. ამიტომ ეს ორი ლაბორატორია ერთად უნდა იყოს აუცილებლად, რომ ასეთი ზუსტად მულტიდისციპლინურმა გუნდმა გადაწყვიტოს და დიაგნოსტიკა გააკეთოს ზუსტი აქ არის ძილის დარღვევა თუ აქ არის ეპილეფსიური გულყრა. სხვა შორის აქვე მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენ ეპილეფსიაზეც მოვიილაპარაკეთ, რომ ჩავწერთ აუცილებლად ცალკე ეპიზოდს და მივუძღვნით მხოლოდ ეპილეფსიას, რადგან სოფიო მითხრა და მეც ვიცი ეს, რომ ეპილეფსია არის ტაბუ დადებული, არის სტიგმა ჩვენს ქვეყანაში და ალბათ არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ამაზე ხშირად არ საუბრობენ და ჩვენ აუცილებლად ჩავწერთ ამ თემაზეც ეპიზოდს, საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისგან, თუ ვინმე საინტერესებს ეს, დაგვიტოვეთ კომენტარებში და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი, თქვენი კითხვები, რა გაინტერესებთ და უფრო მომზადებული ვიქნები შემდეგი ეპიზოდის. ძალიან საინტერესო მდგომა სამედიცინო მდგომარეობა. და აი ინსომნიაზე და ეხლა ძილის აბებზე რო საუბრობდით, კიდე იცი რა გამახსენდა. ადამიანები რო იღებენ ზოგადად დამამშვიდებლებს, რაღაც სტრესის საწინააღმდეგო რაღაც აბებს, იმიტომ რომ უბრალოდ იმდენად ვეღარ უმკლავდებიან პატარა სტრესსაც კი, რომ ურჩევნიათ ეგრევე რაღაც გადაყლაპონ, რომ დაემშვიდნენ, რომ აი ოდნავ მაინც რაღაცაზე არ ღელავდნენ. აი ეს რამდენად ნორმალურია? არის, არა, რა თქმა უნდა არ არის ნორმალური, იმიტომ რომ ადამიანს აქვს ემოციები და ადამიანს აქვს განცდები. ხა წარმოიდგინეთ ადამიანს, რომელსაც არანაირი ემოცია არ აქვს, ესეთი მშვიდია, გაბუჟებული, იცით რა, ესეც არანორმალური მდგომარეობაა, ხო? იმიტომ რომ ყველაფერზე რეაქცია ხო უნდა გქონდეს, მაგრამ რეაქციის ხარისხსაც გააჩნია. ძალიან აგზნებულია ნამდვილად საზოგადოება ხა დღეისათვის მთელ მსოფლიოში, იცით, აი საერთოდ შეცვლილია და გააქტიურებულია ყველაფერი და ამიტომ ადამიანიც ვეღარ უძლებს ამას, მაგრამ იცით რა, აი თვით ტრენირება ამისი არის ძალიან კარგი, სპორტით დაკავება ძალიან კარგია, ცურვა ძალიან კარგია, ძალიან კარგია საინტერესო საქმე, სხვისი დახმარება ძალიან კარგია, იცით, აი პირიქით, როდესაც შენ ძალიან გიჭირს და სხვას დაეხმარები, აი იმ შემთხვევაში შენ ბევრად უკეთესად გრძნობ თავს, არანაირი აბი ამას არ შველის.
ბევრად უფრო უკეთესია აბებზე და წამლებზე და თვითმკურნალობაზე. სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ერთი რამე მინდა ვთქვა კიდევ, ძილის დარღვევების მასტიმულირებელი მდგომარეობა რა არის იცით? არასწორი კვება. არასწორი კვება, რაც ჩვეულებრივად ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დღევანდელი დღის რეჟიმიდან გამომდინარე. დღისით მთელი დღე ჩვენ მუშაობთ, ვისაც აქვს ესეთი დასაქმებული რეჟიმი და ეს რეჟიმი არის საკმაოდ აქტიური. საღამოს მივდივართ სახლში და საღამოს უკვე ვიწყებთ ჭამას საკმაოდ მძიმე. ეხლა წარმოიდგინეთ, ძილის წინ ესეთი მძიმე საკვების მიღება, რა დღეშია ჩვენი კუჭნაწლავი. ვეღარ ინელებს, ვეღარ ერევა და გვეწყება ჩაძინების პრობლემა. ამიტომ კვების დარეგულირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გარდა ამისა, ვარჯიში ძალიან კარგია, მაგრამ კარგია 7 საათამდე. 7-8 საათის მერე, როდესაც ჩვენ ცოტა თავისუფალი დრო გვაქვს და შეგვიძლია რომ ვივარჯიშოთ და ვიაროთ სპეციალურ დარბაზში, აი 8 საათის მერე უკვე ჩვენი ტვინი იგზნება და ჩაძინება გვიჭირს. ისევე როგორც ღამის შხაპი. არ არის კარგი ღამის. დილის შხაპია კარგი. ღამის შხაპი არა. ღამის შხაპი გაფხიზლებს პირიქით და ვეღარ იწინებს, მე ჩაძინება გიჭირს. ანუ ესეთი რეჟიმი, ცხოვრებისეული რეჟიმის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ჯანსაღი წესი ცხოვრების. გარდა ამისა, განსაკუთრებით მინდა მე ყურადღება გავამახვილო ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებზე. განსაკუთრებით ახალგაზრდებზე. აი მაგალითად ექიმები, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები 4 დღეში ერთხელ მორიგეობენ. ღამის მორიგეები არიან. მოდიან მე ლექციაზე და ფაქტიურად ძინავთ. არანაირი უნარი აღარ გააჩნიათ, რომ შეითვისონ ეს სალექციო მასალა და ფაქტიურად წყალში გადაყრილი საათებია ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამასაც რაღაცნაირად ყურადღება უნდა მიექცეს, იცით, რაღაცნაირად უნდა შევწყოთ ჩვენ სტუდენტებს, რომ აი ეს მდგომარეობა ცოტა გაიუმჯობესონ, რომ სწავლა შეძლონ და კარგი სპეციალისტები დადგნენ. ექთნები, რომლებიც მორიგეობენ 4 დღეში ერთხელ ეს დადგენილი წესია 4 დღეში ერთხელ მორიგეობენ და იმ შემთხვევაში უკვე როგორ არის იცით ერთი დღე მორიგეობს და 3 დღე მერე ისვენებს. ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ თუ არ აღიდგინა მან ეს თავისი მდგომარეობა, ისე მერე კიდე უკვე დიდ შეცდომებს დაუშვებს შემდგომი მორიგეობის დროს და ეს უკვე ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს საქმე და არაფერთან შეიძლება. აი ესეთი პატარა რეკომენდაციები აუცილებელია ხოლმე საზოგადოებისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ძილი არ არის ესეთი მეორე ხარისხოვანი ფიზიოლოგიური მდგომარეობა. ბევრს ჯერა რომ ალკოჰოლი ეხმარება ჩაძინებაში. ხო, ალკოჰოლი იცით როგორ არის? ალკოჰოლი შეიძლება ალკოჰოლის ფონზე კი ბატონო ჩაძინება გაიდო, ხო, და გაგიადუდეს, მაგრამ მე რამე გაწუხებს. ღამე იღვიძებ, მე შებრუნება ძილი შეიძლება გაგიჭირდეს და დაგერღვეს ძილი. ამიტომ ალკოჰოლი, ასევე კოკა-კოლა. კოფეინიანი სასმელი. კოფეინი ამგზნები ნივთიერებაა და ამიტომ ძილის წინ კოფეინიანი ყავა, შოკოლადი. ძალიან კარგია ისეთი რაღაცა სნეკების მიღება, ისეთი სასუსნავების, და არა კოფეინიანი და არა შოკოლადის, რომელიც პირიქით უფრო სასიამოვნო დამაძინებელ ეფექტს მოგვრით ვიდრე ისეთი ყავა და შოკოლადი. და კოფეინი ზოგადად, აი ეს ნივთიერება რო ახსენეთ, ზოგადად რამე გავლენას ახდენს, თქვათ აი დილით მიღებული კოფეინი, ან შუა დღეზე მიღებული კოფეინი, რამენაირად ხო არ აზიანებს ძილის ხარისხს? არა, დღის პირველ ნახევარში არა.
იმიტომ რომ მას მოქმედების პერიოდი არ აქვს ესე დაახანგრძლივი, თუმცა ზოგიერთი იძახის რომ შუადღეს 2 საათისთვის რომ დავლევ უკვე ყავას. რამე ვეღარ ვიცინე. მე საერთოდ არ ვსვამო ყავას, არ ვიღებ კოფეინს. ერთ-ერთი შოკოლადი მიყვარს და ერთ დღეს ვერ დავიძინე 12 საათს. მე 11-ზე უკვე ვემზადები ძილისთვის. 12-ზე არ მეძინე პირველი 2-3 საათი გახდა და ვერ ხვდები რა მჭირს, რა ხდება და მერე გამახსენდა რომ საღამოს ვჭამე ყავის ნაყინი. იმიტომ რომ არ არის ჩემი ორგანიზმი შეჩეული ამ კოფეინს და ისტერიკაში ჩავარდა როგორც შოკში ვიყავი. აი რული მოგერიაო, ხო? არანაირი რული არ მომრევია 4 საათამდე. მაგრამ ანუ ზოგადად ესე იგი კოფეინი არ არის. ხო, არა, ეხა ბუდიზმი მიიღება რა თქმა უნდა. და ეს მელატონინის ხო, რა თქმა უნდა, დოზირება. მელატონინის გამომუშავება ყველამ ვიცით, რომ იწყება სადღაც საღამოს 9-8 საათიდან და პიკს აღწევს 2-ზე. ეს არის ჩაძინების წინა პერიოდი და აი რას გვეუბნება ეს ინფორმაცია, რომ აი ამ დროს გამომუშავდება მელატონინი. იცით რა, ეს ხო დღეღამურ ციკლზეა დაკავშირებული, ხო? მელატონინი გამომუშავდება დღეღამურ ციკლთან დაკავშირებით და როდესაც უკვე ვნელდება, უკვე ჩვენმა ტვინმა იცის რომ უნდა დაიძინოს და ამიტომ იწყება მელატონინის გამომუშავება, არის მეორე ჰორმონი კიდევ, რომელიც პირიქით სიფხიზლეს უწყობს ხელს, რომელიც უკვე დილით იწყება მისი გამომუშავება და მელატონინის გამომუშავება ქვეითდება ამ დროს, ხო? და არის ხოლმე ზოგჯერ რომ აი ხა წარმოიდგინეთ რა რომ მელატონინი გამომუშავებას იწყებს საღამოს, თქვათ აი 11 საათზე, ხო და მე ვიძინებ 4 საათზე. მელატონინი ძილის მომგვრელია, მაგრამ მე ვეწინააღმდეგები მას და მე უკვე ის იწყებს აგზნება მიდის და მე ქვეითდება მისი გამომუშავება და დავიწყე მიღება მელატონინის. აი მელატონინის აბებსაც რო სვამენ. ხო, მაგრამ ხანგრძლივად არ შეიძლება არც ეს, იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ ხშირად რომ მიიღო ერთი და იგივე აბი ხო მე უკვე იმისი გამომუშავების სტიმულის ქვეითდება და ამიტომ უკვე ზარმაცდება თავის ტვინი და უკვე თხოვულობს რომ მომეცი მზამზარეული და აღარ მინდა მე აქტიური მუშაობა. ამიტომ ესეც ყველაფერი აუცილებლად უნდა დარეგულირდეს სპეციალისტის რეკომენდაციების მიხედვით, იმიტომ რომ შესაძლებელია ჩვენ ვიყენებთ ხოლმე მელატონინს, მაგრამ გარკვეული პერიოდი და არა მუდმივად და არა ხანგრძლივად. იმიტომ რომ არის წამლები, რომლებიც ხანგრძლივად უნდა მიიღო, მაგრამ არის წამლები, რომლებიც ხანგრძლივად არ უნდა მიიღო, რომ მიჩვევა არ მოხდეს. რაც შეეხება რეკომენდაციებს. აი რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ძილი იყოს ხარისხიანი? ხო. ჩვენი ძილი რო ხარისხიანი იყოს, პირველ რიგში უნდა დავარეგულიროთ ჩვენი ძილის რეჟიმი. ერთსა და იმავე დროს დაწინება და ერთსა და იმავე დროს გაღვიძება. სხვათა შორის საწოლი ოთახიც უნდა იყოს რაღაცნაირად მოწყობილი ისე, რომ ჩვენ 7 ძილი გქონდეს, როგორც გითხარით, ტელევიზორი გავიტანოთ ჩვენი საძინებელი ოთახიდან, შუქი რო არ გვაღიზიანებდეს, თუმცა აი ზოგიერთ ადამიანს შუქი არ აღიზიანებს მაგალითად, მაგრამ მაინც ეს სინათლე საათის წიკწიკი. აი როდესაც წევხართ საძინებელში და ეს წიკწიკი რო არის და რო არ ჩერდება და რო ეს ძალიან მოქმედებს ხოლმე ზოგ შემთხვევაში, საათი შეიძლება რომ გავიტანოთ და დავკიდოთ მეორე ოთახში. ლოგინი ახლა ჩვენთვის მოწყობილი, თავი როგორ გაწყობთ, როგორ უფრო ქსიამოვნებთ, ძალიან ქვემოთ რო არ გედოთ. ხო ეს ბალიშის რაღაც ფორმას აქვს რაღაც. იცით რა, დიდი მნიშვნელობა რა, როგორ ქსიამოვნებთ. როგორც უფრო სასიამოვნო, თუმცა სხვადასხვანაირი პოზა არსებობს ძილის და ადამიანებს როგორც უფრო სიამოვნებთ და როგორც უფრო გემრიელად ეძინებათ, აი ესეთი ძალიან ცხელი საბანი მაინც არ არის ხოლმე რეკომენდებული. და ისედაც ოთახში ტემპერატურა გრილი ხო, ცოტა გრილი უნდა იყოს აუცილებლად, ძალიან კარგი იქნება თუ შეაღებთ ოდნავ ფანჯარას, ხო, ოდნავ რომ მაინც უბთა ჰაერი შემოვიდეს ღამე და
თაერში ეძინოს ადამიანს და აუცილებლად კვების რეჟიმის დარეგულირება, გვიან ღამე მიირთმევთ მძიმე საკვებს, მწვადებს და ასე შემდეგ. უფრო ესეთი მსუბუქი რძის ნაწარმი შეგიძლიათ მიიღოთ და წყალი არ მიიღოთ დიდი რაოდენობით ძილის წინ, იმიტომ რომ აუცილებლად შეგაწუხებთ და აკაყენებთ და მერე მაინც წყვეტილი ძილი გექნება, დიახ. ეხლა თუ რაღაცა ემოციური ისეთი პრობლემებია, რომელსაც თქვენ ვერ ედერვით, აუცილებლად შეიძლება ფსიქოთერაპევტთან ფსიქიატრთან კონსულტაცია ჩაიტაროთ, რომ ვთქვათ ასეთ შემთხვევაში ძილი რო გქონდეს მშვიდი. თუ სხვა რაღაცა გაწუხებთ, მაგალითად კუჭნაწლავი, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს, იმიტომ რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მერე ძილის დარღვევა და ძილის დარღვევამ გაგიუარესოთ კუჭნაწლავის პათოლოგიის სიმწვავე. გარდა ამისა, თუ მაგალითად როგორც გითხარით, რომ ღამე არის ვთქვათ სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები, დილას გაიგვიძეთ და საერთოდ გამომშრალი გაქვს პირი, ასეთ შემთხვევაში ყურძნის ექიმს ძალიან კარგი იქნება თუ ეჩვენებით. ასევე თირკმელზე და ჯირკვალი და შარცასქესო სისტემა თუ ნორმალური გვაქვს. ხშირად არის ხოლმე ძილის დარღვევა მაინც ესეთი კრიტიკულ პერიოდებში ქალებში. და ამიტომ არის ხოლმე უფრო ხშირი რა ესეთი პათოლოგიები ქალებში, იმიტომ რომ მაინც თვეში ერთხელ ეს მძიმე პერიოდი აქვთ ქალებს და ამ დროს ძილის დარღვევა, ჩაძინების და ღამე ადგომის პრობლემები გვაქვს ხოლმე ხშირად და აი ესენი მოწესრიგდება და ხომ გეუბნებით, დაახლოებით 90% ძილის დარღვევები შეიძლება დარეგულირდეს კვების რეჟიმით, ნორმალური ცხოვრების რეჟიმით, ვარჯიშით და ცხოვრების ჯანსაღი წესით. და დანარჩენ შემთხვევებში უკვე თუ თქვენ ამას ვერ არეგულირებთ და ვერ მოუვლით, აუცილებლად რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და არ ალაგდა ეს ყველაფერი, მერე უკვე იწყება კვლევები. და შესაბამისი დიაგნოზი. რა თქმა უნდა, შესაბამისი და მერე შესაბამისი უკვე მედიკამენტური მკურნალობა თუ აპარატურული თუ ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა ჩვენ როგორც დავიწყეთ საუბარი, ძილი ეს არ არის მხოლოდ დასვენება. ძილის დროს ხო ადამიანის აი ის სტრესი რაც მიიღო, ვთქვათ, იმ დღის განმავლობაში, ან თუნდაც ტრამვების გადამუშავება ხო, ამ ყველაფრის გადამუშავება ხდება. აი როგორ ხდება აი ამ ყველაფრის, აი უფრო თვალნათელი რო იყოს მაყურებელს. ადამიანი რომელიც ნერვიულობს რაღაცაზე, ან ტრამვა აქვს რაღაც, აი როგორ ეხმარება ძილი, ჯანსაღი ძილი მას. იცი რა, ეხლა როდესაც ადამიანი ნერვიულობს რაღაც სტრესულ მდგომარეობაში, ის ვერ დაწევება და ვერ დაიძინებს მშვიდად, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ძალიან კარგი არის მეგობართან, პარტნიორთან საუბარი, რაღაცა ამ პრობლემის გარჩევა, ადეკვატური რჩევების მიღება და ემოციური დაცლა ემოციებისგან. იცით რომ ხა ესე როდესაც ნერვიულობ და როდესაც რაღაცა სერიოზული პრობლემაა, ესე ადვილი არ არის, რაც გითხარით, რომ ეს დროებითია ეს ყველაფერი და ამას ყველაფერს ადამიანი თვითონ შეიძლება ეს იყოს ქრონიკული სტრესი, მაგალითად ადამიანს აქვს რაღაცა სერიოზული მდგომარეობა, მაგალითად ონკოლოგიური დაავადება. ასეთ შემთხვევაში ხა მაინც დაწეკიდა მშვიდად დაიძინე, ეს ცოტა რთულია. აქ უკვე ფსიქოლოგის და ფსიქოთერაპევტის ჩართვა ხოლმე აუცილებელი. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ადამიანს ძალიან ფაქტიურად ქრონიკული სტრესი აქვს, თავისი დაავადება ხო აქვს და ამ დაავადების გამო კიდე სტრესი აქვს და ემატება ეს ყველაფერი და მაგრამ თუ თქვათ რაღაც სერიოზულ ისეთ რაღაც სტრესთან და ტრამასთან არ გვაქვს საქმე, აი რაღაც წვრილი ყოველდღიურად ხო გვაქვს პატარ-პატარა სანერვიულობები. რა თქმა უნდა, მაგრამ ადეკვატურად უნდა შევხედოთ ყველაფერს, იცით. არ არის გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს. ყველა მდგომარეობიდან შეიძლება მთავარია სწორად
სწორად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და სწორი დასკვნები გავაკეთოთ. თორე ხა გაუბრაზდი და დავლიე კონიაკი და დავწეკი და დავიძინე ესეც თლად გამოსავალი არ არის, ხო? ამიტომ აი ეს ყველაფერი ანალიზი ხა როდესაც ადამიანი ინტელექტუალია ამას ყველაფერს კარგად აანალიზებს და ეს ყველაფერი ლაგდება, მაგრამ თუ მე ვეღარ ვერევი ამას, ხო? მაშინ რეკომენდაციას ვღებულობ სპეციალისტისგან. აი ხშირად მსმენია, რომ მარიხუანა ეხმარებათ დაძინებაში, ჩაძინებაში, დამშვიდობაში, ფიქრების მოდუნებაში, ასე რომ ვთქვათ. ეს არის მცდარი შეხედულება სამწუხაროდ. ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ცალკე საუბარი შეიძლება ამაზე, იმიტომ რომ იცით რა, ძალიან ბევრი ინფორმაცია ინტერნეტში მარიხუანასთან დაკავშირებით და მათგან დაახლოებით 80% არასწორად აღიქმება ადამიანების მიერ და აი მაგალითად გეტყვით მე ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებზე, იმიტომ რომ მე ხშირად მაქვს შეხება ესეთ ადამიანებთან და კითხულობენ ინტერნეტში რომ მარიხუანა არის თქვათ ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება, რაც არის ტყუილი. ეს არ არის ეპილეფსიური გულყრების საწინააღმდეგო საშუალება, პირიქით ეს აღაგრძნებს თავის ტვინის ნეირონულ აქტივობას და პირიქით ახშირებს გულყრებს. არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც სპეციალურად სამედიცინო კანაფის მოყვანით კეთდება, იცით? იმიტომ რომ იმაში სხვა შემადგენლობა არის აი ამ პრეპარატის და ის დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა, ოღონდ ისიც ისეთ შემთხვევებში, როდესაც მძიმედ მიმდინარე ეპილეფსიური სინდრომებია და ჩვენ უკვე სხვა გამოსავალი არ გვაქვს აი ამ მკურნალობის გარდა და ჩვენთან ეგ დაშვებული არ არის, აკრძალულია. და ადამიანებს გონიათ რომ ის მარიხუანას წავა დათესავს მოიყვანს და მე თვითონ მოწევს და ეს იქნება მკურნალობის ეფექტი ექნება და მკურნალობის საშუალება. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი. პირიქით ეს იწვევს ნეირონულ დეგრადაციას და პირიქით აგზნების მომატებას და გულყრების გახშირებას. ისეთ ადამიანებშიც კი ვისაც გულყრა არასდროს არ გქონია და ეპილეფსიური გულყრების მერე იმათი დაჭერა და იმათი შეკავება არის ძალიან რთული. ამიტომ ეს არ არის სწორი მიმართულება და მე ყველას ვურჩევ რომ თავი შეიკავონ ესეთი ქმედებებისგან. ზოგადად, ანუ ჯანსაღ ცხოვრებაზე თუ საუბრობთ, აქ არანაირი მარიხუანა, არანაირი რაღაცა სტიმულანტები თუ პირიქით გამაბრუებლები. ხო, არ არის. ეს არის საშუალება, რომელიც ფაქტიურად ქერქის ნეირონებს სპობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ესეთი და ბავშვები ვახსენეთ ჩვენ, ბავშვებშიც იგივე დარღვევებია, რაც ზრდასრულებში, მაგრამ საინტერესოა, აი თუ არის რაიმე ან დაკვირვება, ან კვლევა იმაზე, ამ ბოლო პერიოდში რა მიმატა ბავშვებში ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ჩაძინების პრობლემები, გაღიზიანებადობა, ძალიან ხშირია, იცით როგორ ბავშვებში, ვისაც აუტიზმი აქვს. აი ამ ბავშვების ოჯახის წევრებს ძალიან უთანაგრძნობთ ჩვენ და რატომ? იმიტომ რომ ფაქტიურად ამ ბავშვებს აქვთ ძილის დარღვევა, ისე რომ მთელი ღამის განმავლობაში შეიძლება კიოდნენ. და წარმოიდგინეთ ოჯახის წევრების მდგომარეობა, როდესაც ბავშვს ვერ იგებს რა უნდა, ვერ გაგებინებს რა უნდა, ვერ იძინებს და კივის. ამ ბავშვებს ყმეტყველების პრობლემები აქვს და კომუნიკაციის პრობლემები. არ უნდათ არავინ თუ ისეთი ახლობელი დედა ან მამა მეთთან კონტაქტი არ აქვთ და ვერც აგებინებს, იმიტომ რომ მეტყველების პრობლემები აქვს და ვერ ლაპარაკობს. მუნჯები არიან ფაქტიურად. ხო და აი ამ ბავშვებს აქვთ ხოლმე საშინელი მდგომარეობა ძილის მხრივ. გარდა ამისა ქცევის დარღვევების მქონე ბავშვებს და სხვათა შორის ძილის დარღვევა, როდესაც აქვს ბავშვს, იმას აქვს ქცევის დარღვევაც. ეს უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ბრალია ხოლმე მშობლების. იმიტომ რომ არასწორი დამოკიდებულება გვაქვს ბავშვის აღზრდასთან და
არ ვიცით უბრალოდ იმიტომ კი არა რომ ჩვენ სპეციალურად უბრალოდ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ და ვერსად ვერ ვიღებ იმ ინფორმაციას თუ როგორ მოვიქცე როგორ გავზარდო და აღზარდო ბავშვი და აი ესეთ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე როდესაც ბავშვი მაგალითად დაწვება იატაკზე და 9 საათი კივის რაშია იცით საქმე აი ბავშვების დაახლოებით მეოთხედს აქვთ სხვადასხვა ტიპის განვითარების დარღვევა. ეს განვითარების დარღვევა შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის. იყოს შეიძლება მსუბუქი, შედარებით უფრო საშუალო სიმძიმის მძიმე. აი როდესაც მსუბუქი დარღვევა და ამას დროულად აღმოვაჩენთ, ასეთ შემთხვევაში რეკომენდაციებს ვაძლევთ ხოლმე მხოლოდ მშობლებს და ეს ყველაფერი სწორდება ის რომ ბავშვი არის აბსოლუტურად ჯანმრთელი და ნორმალური განვითარების. საშუალო სიმძიმეზე შეიძლება დაჭირდეს რაღაცა სარეაბილიტაციო კურსები, მაგრამ ამასაც თავისი რეკომენდაციები ჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია ჭირდება ბავშვს. და არის მძიმე შემთხვევებიც, რომლებსაც აქტიური რეაბილიტაცია ჭირდება, მაგრამ თუ ჩვენ თავის დროზე არ მივაქციეთ ყურადღება, აი ეს მსუბუქი შეიძლება უკვე მომავალში სასკოლო ასაკში ჩვენ გაგვირთულდეს და დაეწყოს ბავშვს სწავლის პრობლემები, ქცევის პრობლემები, სკოლაში სიარული არ უნდა, ტირის და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უფრო დროულად მოხდება ამ ბავშვების დიაგნოსტიკა, თოთ შორის სახელმწიფო პროგრამა არსებობს ერთჯერადად უფასო-კვლევის. ჩვენთან არსებობს ეს მშვენიერი ეს არის შესაძლებლობა, რომ დიაგნოსტიკა მოხდეს, შეფასდეს ბავშვი ნორმალურად ვითარდება თუ არა. თუ არ ვითარდება ნორმალურად, რა ტიპის დარღვევაა და რა ხარისხის დარღვევაა და ამის მიხედვით უკვე ხდება ან რეკომენდაცია, ან რეაბილიტაცია და ასე შემდეგ. რომ მერე უკვე სწავლის პროცესი იყოს ნორმალური. აი ესეთ ბავშვებს ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებს თითქმის 40% ძილის დარღვევები აქვთ. და რაშია იცით საქმე დიაგნოსტიკა ცოტა რთულია მაგ დროს ხოლმე. იმიტომ რომ ბავშვი ახლა 3 წლამდე ასაკის ბავშვი მაგალითად თავის ჭივილს ვერ გეუბნება, ხო? და ამ დროს აი ეს მოუსენარი ფეხების სინდრომი შეიძლება კონდეს თქვათ კალციუმის ცვლის დარღვევის ან კიდე მინერალური ცვლის დარღვევის მაგნიუმის ცვლის დარღვევის ფონზე განვითარებული ესეთი მოუსენარი ფეხების მდგომარეობა მაგრამ აი ამას ვერ გეუბნება ბავშვი ხო მაშინ ამას ცოტა გაღრმავებული დიაგნოსტიკა ჭირდება ძალიან ხშირად აქვს ხათაშორისა ესეც აპნოეები ბავშვებს ესეც ადენოიდები აქვთ ხოლმე ძალიან ხშირად ან კიდევ კბილები არასწორად ამოზე ხო დაწყობა არის ყვანაირი ხრინავს ბავშვი ხო გუნდით უჭირს მე სულ თქვა და მე ეს ჟანგბადით მომარაგება ქვეითდება თავის ტვინის და ხა ეს უკვე გიპოქსიას იწვევს ხო და ამიტომ ესეც ყურადღება მისაქცევია ან კიდე უცბად წამოხდება ღამე და იწყებს ტირილს. შეიძლება კოშმარების ფონზე ხო? აი ეს კოშმარები აქვთ ხოლმე აუცილებლად ეხლა მშობლებს ვაძლევთ მაგ დროს რეკომენდაციას რომ მაინც ისე საშინელ მულტფილმებს ნუ აჩვენებთ ძილის წინ. უბრალოდ ისეთი 7 კარგი ზღაპარი წაუკითხე, კარგი მაინც ღვიძლია მოაცალა და თავი მოკვეთეთ ზღაპრებს მაინც წაუკითხო. და მით უმეტეს ნუ ნახავს ხა ეკრანზე რომ ნახულობს ამ ყველაფერს მაგ დროს დაანახება. და დედის ურთიერთობა დანიშნულოვანია ბავშვთან. კი მე მესმის ზოგჯერ დედა შეიძლება ძალიან დაკავებული იყოს დიდა ეს ბებია ბაბა მაგრამ დედა არის აბსოლუტურად სხვა რაღაცა ბავშვის. შეუცვლელია ნამდვილად და აი ძილის წინ რომ დედასთან ერთად დედის ხელი რომ მოეფერება ეს უკვე სიყარამეა და ბავშვში დათიცინებს და იავნანის ძალა ხო იავნანა ნამდვილად ეს აბსოლუტურად განსხვავებული ფენომენია და მნიშვნელოვანი შესაძლოა კვლევებია ჩატარებული იავნანაზე კი ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევები თავისთვის აგზნებადობა როგორ მშვიდდება იავნანას კი კვლევები აქვს ჩატარებული. ამიტომ ეს სიამოვნება არ უნდა მოაკლონ ბავშვებს, კი, ნამდვილად.
მე მგონი ძილის თემა ამ ეპიზოდში მეტნაკლებად ამოვწურეთ და ამ ერთ საათში თუ რაიმე კითხვა დაგრჩათ თქვენ ან გაინტერესებთ კიდევ სხვა საკითხები ძილთან დაკავშირებით გაგვიზიარეთ კომენტარებში მე დიდ მადლობას გიხდით რომ მთელი ეპიზოდის განმავლობაში თქვენ იყავით ჩართულები თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ თქვენს მეგობარს, ვისაც ფიქრობთ, რომ გამოადგება ეს საუბარი. დიდი მადლობა, სოფიო. დიდი მადლობა. აქვე უნდა თქვა, მინდა თქვი შენ. ხო, გაინტერესებდათ ეს საკითხი. სხვათა შორის მარტში არის ძილის მსოფლიო დღე. და ეს დღე არის ხოლმე ზუსტად საზოგადოების განათლების დღე ძილის პრობლემებში, რომ საზოგადოება მიცოდეს ესეთი პრობლემები არსებობს, ხო, შეიძლება მარტო ჩვენ არ არის ეს პრობლემა. ხო, როგორც თქვი და არ არის მარტო ჩვენთან. და რომ საზოგადოება მიცოდეს ეს პრობლემები არსებობს და შეიძლება ამის მოვლა. და ამის გამო შეიძლება რომ სხვა პრობლემებიც მოგვარდეს. კი ბატონო, დიდი მადლობა, სოფიო. ბოლოს მაინც მოდი ვუთხრათ მაყურებელს, რომ სოფიო, ჩემი მამიდა. ამიტომ ვიყავი ასე შენობით და ესეთ მიმართვით. მე ექიმების ოჯახში ვარ დაბადებული. ჩვენი სანათესაოდან ძალიან ბევრი არიან ექიმები, სოფიოც არის ერთ-ერთი მათგანი და მოკლედ როგორც აკპირდით, ეპილეფსიაზე გავაკეთებთ აუცილებლად ეპიზოდს სოფიოსთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად საჭირო საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა და მე ერთი კვირით ვემშვიდობები ჩემს მაყურებელს. დროებით.